საირმეში საზაფხულო სეზონი გაიხსნა საკურორტო ზონაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა გაკეთდა 2 საავტომობილო და 3 საფეხმავლო გზა მდინარე კაბლარის ორივე მხარეს საყრდენი კედლები აშენდა. კეთილ მოიწყო სკვერი მინერალური წყაროები და დამონტაჟდა ევროპული დიზაინის გარე განათება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში აღდგა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემაც ამუშესრულდა დაპირება, რომელიც პრეზიდენტმა ადგილობრივებს 1 წლის წინ მისცა. ახალი სეზონიდან დამსვენებლები გაფილტრულ წყალსაც მიიღებენ, რადგან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტომატური საფილტრაციო სადგური მოეწყო. რეაბილიტაციის შემდეგ იერსახე იცვალა სასტუმრო საირმემაც, რომელიც 150 სტუმარზე იქნება გათვლილი. 2013 წელს კი გერმანელი სპეციალისტების მიერ დაპროექტებული თერმული აბაზანები გაიხსნება. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. ძალიან კმეტრალია სინამდვილეში. მადლობას გიხდით მაგალითად პრეზიდენტ, რომ ასე მოწესვადაში შეძენით ასეთი დიდი პროექტის მშენებლობა და საერთოდ მე ვიცი რომ ღირსეულად დადგება მსოფლიო კურორტებს შორის, არა მარტო საქართველოს კურორტებს შორის და ნამდვილად თქვენი დამსახურებაა, ჩვენი მთავრობის და ყველას დამსახურება. ძალიან დიდ მადლობას გიხდით. მადლობა რომ ასეთი კარგი საჩუქარი ასე უმოკლეს დროში გადაეცა და ძალიან დიდი მადლობა. ვიყავით მაშინ და მეგონება გუშინ იყო ეს შარშა რო ვიყავით და მაშინ Buza შემომეყარა სინამდვილეში რაც ნახე დატოვება არ შეიძლება მით უმეტეს მართლა არ პოზიცია ხო ნახეთ უჯერ ქართველებს ჩამოდის უამრავი თავი ამიტომ მაქსიმალურად ხალხს შეიძლება საქართველოში არ ჩამოსვლა ის რომ არ გამოჩნდეს უცებ ისე რომ არ მოხდეს რომ რაღაცა ზედა კატეგორიაში გადაინაცვლოს და ტრადიციული მოხმარებელი აქ ვერ ჩამოვიდეს მაგრამ ხალხია რომელიც ამაზე დამოკიდებული წრიდან წლამდე დადის ელოდება საფუძს ხო და მეორე უამრავი ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან უცხოეთიდან ისრაელიდან ჩამოდის ხალხი მარტო თქვენ სასტუმრო შემდეგეთ 180 კაცი ხო და 180 კაცი ადგილობრივი უკვე წერს და აგერ კაფეებში ჯერთი გარშემო ყველაფერი კეთდება და ყველა მაგდაც იმდენად ჭირდება რაღაც კიდე აი ყოველი ასეთი პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი ქმნის უამრავ სამუშაოებს. ბატონო პრეზიდენტ ერთი რაღაცა შეინიშნება. მხოლოდ რეკლამებში გადის ანუ სარეკლამო არის საირმის რო განახლებული საირმე და დღეს ამოვედი მე 2 წლის წინ ვიყავი და დღეს ამოვედი და განახლებული კი არა სრულიად აღშენებული არის. ნამდვილად არ ეთყობა არაფერი აშენებული. სინამდვილეში თები დარჩა ძველი და დააჭირა ფერაკები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. უღმესი мадლობა რომ ბაღდადს ესეთი დიდი ამაგი დიდი მადლობა. Несколько раз. Этот раз очень красиво здесь. Спасибо, понравилось? Очень. Второго нет в мире. Другим тоже расскажите, что конечно. Как вас зовут? Ягодин. Я из Баку. Очень приятно. Я думал, обязательно встречусь. Очень приятно. Удачи. Дайте чаудзе. Самедел моведია. ორჯერ არ მეწონა და ახლა მე მეწონა. რაც კიდე შეგვისრულე. ეგრე აბა. ძალიან დიდი მადლობა ამისების. როცა ეხა ხო ჩვენ ქვეყანა ძალიან უჭირს, მაგრამ იმიტომ რომ ამ ხელა უბედურება არის სამეზობლოში და ოკუპაცია და ყველაფერი, მაგრამ თავრობა ფულს რო არ იპარავს, კორუფცია რო აღარ არის ქვეყანაში და ყველა ორგანიზებულად რომ მუშაობს, მაინც შეიძლება აღშენებულიყო. ძალიან დიდი ძალიან მოგწონს თქვენი ყველაფერი. ამ ერთ პიროში რაც დაგანახეთ, ნამდვილად კარგია. შეგვისრულე. კიდე ბრავოს კიდე. ყველაფერი ისრაელშია საკაცრება, δεν დაგიჭიროს ყველა მხარი. გაგიბარდოს ყველა. ეს რა არის 250 რა. რაოდენობა იმის და მიხედვით მე როგორ დაუნიშნე. ვიზი დაუძრება და რა შეერება რა. ყველაზე უწნევოს რომელია? 100. რა წრეების მეურია შეიძლება? ექიმა უნდა. ძალიან კმეტრალია სინამდვილეში. ამ წყალზე ყვებიან რაღაც საოცრებს. კი. ყველაზე მაღალი შემცველობის ეს ნომერია. რას გავდა შაშა გული გამესკრო და ორმოში იყო თქვი ჩავედი საშინელება. ხალხი და წვეთ ესე მოწინწყალე და რა შეხვდა რიგები იყო რაღაცა. უზარმაზარი კომუნიკაციები გავაკეთეთ თქვენ. აუზებით. ყველაფერი უჟანგავია აბსოლუტურად. ყველაფერი შეთანხმებულია. ღამე ძალიან ლამაზია განათებულია სასწავლო. განათებულია მთელი ღამის განმავლობაში. ყველა ხეთ ხალხი დახს რომ არ მოგწონდა ვაძრო და ეხლა ყველას მოგეწონა, მაგრამ მაინც დადიოდა, იმიტომ რომ ეს ყალია უნიკალური. აი ეს არის რომ ერთ-ერთი თავარი რაც ხდება არის ის რომ
აღორძინდება საქართველოში სამი უმთავრესი ჩვენი კურორტი ბალნეოლოგიური მნიშვნელობის. ეს არის საირმე, ეს არის ბორჯომში, სადაც უკვე დაიწყო სერიოზული სამუშაოები, მთელი წყალსადენი იცვლება, კანალიზაცია, ახალი სასტუმროები შენდება და ეს არის წყალტუბო, სადაც უკვე წელს სერიოზულად ამუშავდა დაემატა სანატორიუმები და მომავალ წელს საერთოდ იქნება მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობის საერთაშორისო კურორტული ცენტრი. რა თქმა უნდა, იქ ამას ემატება ბეჯინი, ახტალა კახეთში, კიდე სხვა ადგილები, ნუნისი, ჩვენ ბევრი ესეთი ადგილები გვაქვს, მაგრამ ეს სამი იქნება ისეთი, როგორც ოცნებაც კი არ შეგვეძლო ცოტა ხნის წინ. და მართლა ძალიან ჩქარა მოხდა საერთოდ გაკეთება და ისინიც ძალიან ჩქარა დაეწევა ამ პროექტს. საკმაოდ მოკლე დროში მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა. მინდა გითხრათ, რომ თავიდან ბოლომდე კანალიზაცია ავაშენეთ, წყლის პრობლემა დავალაგეთ, სათავე ნაგებობა ავაშენეთ. მინდა ასევე გითხრათ, რომ მთლიანად გზის საფარი შევცვალეთ, განათების სისტემა შევცვალეთ, ასე რომ ძალიან ბევრი სამუშაო შესრულდა მოკლე დროში და მივიღეთ ულამაზესი კურორტი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ასეთი სახის კურორტი მიგვეღო. ყველას მინდა მადლობა უთხრა, ვინც მუშაობდა ამ პროექტის განხორციელებაში და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს არ არის საბოლოო სახე საირმეში, საირმეს განვითარება კიდევ უფრო გაგრძელდება, აშენდება სხვა სასტუმროები და ჩვენ როგორც ხედავთ დღეს მივიღეთ უნიკალური კურორტი.